17 წელი გავიდა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიისა და საქართველოს ტერიტორიაზე. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შემდგომი უკანონო სამხედრო ყოფნიდან. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრა მაჩვენა. რუსეთის უფრო აგრესიული პოლიტიკის დასაწყისი მეზობლების მიმართ. რუსეთი აგრძელებს ამ გზას უკრაინის წინააღმდეგ თავისი არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიით. ჩვენ ვგმობთ რუსეთის სასტიკ შეჭრასა და უკანონო სამხედრო აქტივობას, რომელიც ეწინააღმდეგება გაეროს წესდებას. ასევე ეფექტიანი კონტროლის განხორციელებას და ორი რეგიონის ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. მათ შორის ეგრეთ წოდებულ ინტეგრაციის ხელშეკრულებების ხელმოწერას, საქართველოს ტერიტორიისა და ინფრასტრუქტურის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაწილების რუსეთისთვის გადაცემას და უკანონო ეგრეთ წოდებული არჩევნების ჩატარებას. კიდევ ერთხელ ვგმობთ რუსეთის მიერ განხორციელებულ უწყვეტ პროვოკაციებს, საერთაშორისო სამართლის დარღვევებს და ორი ქართული რეგიონის მილიტარიზაციას, მათ შორის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას. ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებებსა და გადაცემებს. ჩვენ ასევე ვგმობთ საქართველოს მოქალაქეების, დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის, თამაზ გინტურის, ვიტალი კარბაიას და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობას. ამ დანაშაულების ჩამდენი პირები უნდა წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე. შეგახსენებთ, რომ დღეს ჩვენი სავაჭრო ბრუნვა საქართველოსთან 2 მილიარდ ნახევარ დოლარს შეადგენს. ჩვენ ვართ საქართველოსთვის მეორე სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა. ასევე გასულ წელს 1,5 მილიონი რუსი ტურისტი ეწვია საქართველოს. ეს მოწმობს ჩვენი ორივე ერის აბსოლუტურად ნათელ სურვილს. აღდგეს ორმხრივი კავშირები და ურთიერთობები გაუმჯობესდეს. თუმცა არიან ისეთებიც, ვისაც არ აინტერესებთ ასეთი სცენარი. ისეთებიც, ვისაც სურთ საქართველოს უბრალოდ მათი გეოპოლიტიკური ინტერესები პაიკი იყოს. ისინი ფიქრობენ, რომ უკრაინასთან წარმატებას მიაღწიეს, მაგრამ საქართველოს ხელმძღვანელობა საკმარისი სიბრძნე აღმოაჩნდა, რომ ასეთი მავნე სცენარი უარყოს.